ახლა რომ გითხრათ სად მივდივარ, შეიძლება გაგეცინოთ. დილით ამერიკა ჩემმა მეგობარმა და მეუბნება, რომ ამ ბოლო ხანებშიო არ მომწონს არ ჩემი მესიჯები, არ ჩემი ხმა. აშკარად ხარ ძალიან სერიოზული სტრესის ქვეშ და მოდი გამოდი გავისეირნოთ და ცოტა განიავდებიო. ამაზე დავიწყე მე ტრადიციისამებრ ხო არ გადაირე მეთქი სადმცალია სეირნობისთვის. სახლი დასალაგებელი მაქვს, საჭმელი უნდა გავაკეთო, მე ბავშვები მოვლენ, წრებზე უნდა წავიყვანო, საღამოს უნდა ვამეცადინო, აბა ეხლა დაწყნარდი დავშვიდიო. ამ მდგომარეობაში მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ შენ იყო კარგი დედაო. ამან ჩემს მშობლურ თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა, მაგრამ რომ დავფიქრდი, მართალია. მე და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ყოველთვის უპოულობთ დროს ყველასთვის და ყველაფრისთვის გარდა საკუთარი თავისა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა საჭიროება დავაკმაყოფილოთ, ბავშვებს არაფერი მოაკლდეს, მუდმივად აი ამ რუტინაში ჩაბმული ვართ, რობოტებით ვაკეთებთ საქმეს და ერთმშვენიერ დღეს შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ იმდენად გადაღლილი, გადაქანცული და მართლა მანქანად ხარ ქცეული, რომ აღარაფერი აღარ გახარებს, ხარ ძალიან ცუდად და რაც მთავარია, ვერ პოულობ დროს და ვერ პოულობ აქედან გამოსავალს. გამოსავალი კი არის ის, რომ საკუთარი თავისთვის მინიმალური დრო და საკუთარი სიამოვნებისთვის მინიმალური დრო გამონახო და თუნდაც რამდენიმე საათი ან რამდენიმე წუთიც კი დღის განმავლობაში დაუთმო. ასე რომ მივდივარ და ვნახოთ რა გამომივა. ისეთი ამინდია მგონი დღეს პირველად ვიგრძენი გაზაფხული. მზეს ჯერ იმდენი ძალა არ აქვს ქურთუკის გარეშე სიარული რომ შევძლო, თუმცა ძველ ქალაქში მზის სხივებთან ერთად ხეტიალი მაინც ძალიან სასიამოვნოა. ეს არის ჩემი მეგობარი, რომელმაც სახლიდან გამოსვლა და ეს ხეტიალი მაიძულა ქუჩებში. ყველა ულამაზესი შენობის ისტორია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან რაღაცეები მაინც მახსოვს. ჩემი ერთ-ერთი სტუდენტობის დროინდელი საყვარელი ჩვეულება არის სოლოლაკის ქუჩებში ხეტიალი და იმ სახლების თვალიერება, ძველი სახლების თვალიერება, სადაც გამოსახულია მასკარონები. მასკარონები ეს არის, როგორც ხელოვნებად მცოდნეებს უთქვამთ ჩემთვის, ევროპული არქიტექტურის გამოძახილი და მისი მთავარი ფუნქცია არის სახლების დაცვა ავსულებისგან. მოდით დაგათვალიერებინებთ ამ მასკარონებს, მაინტერესებს თქვენზე როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს. მასკარონი მითოლოგიური პერსონაჟების, ადამიანებისა თუ ცხოველების გამოსახულებები. თავებია, რომლებიც ძველი ფასადების ერთგვარი დეკორაცია იყო. არ ვიცი თქვენ როგორ აღიქვამთ, მაგრამ ჩემი აზრით ძველი სახლების ფასადებს თანამედროვე მხატვრობა ზოგჯერ განსაკუთრებით უხდება. აი ეს არის მე-6 სკოლა სოლოლაკში, რომელიც როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, არის გოთიკური სტილის და ომის დროს აქ იყო ლაზარეთი. ნახეთ რა ლამაზია. ეს ზღაპრული შენობა, რომელიც ცოტა ჰარი პოტერის სამყაროს გვახსენებს, მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული და თავდაპირველად აქ ქალთა გიმნაზია ფუნქციონირებდა. ჩემი სტუდენტობის პირველ წელს ცხოვრობდი სოლოლაკში და ძალიან მიყვარს ეს უბანი. ულამაზესია მართლა, მაგრამ რადგან აქ ცხოვრობდი, აქედან გამომდინარე ძალიან კარგად ვიცი, აი ამ ფასადების მიღმა რა ხდება და როგორია ავარიულ სახლებში ცხოვრება. მართლა ულამაზესია, მაგრამ შიგნიდან აბსოლუტურად სხვა რეალობაა. მოდი ახლა ბარემ შევიხედოთ იტალიურ ეზოებში და გაჩვენებთ ამ რეალობასაც.
მას შემდეგ რაც მე აქ ვცხოვრობდი, ბევრად გაუარესებულია მდგომარეობა. ბზარები კედლებზე გაზრდილია და ცოტას დაგათვალიერებინებთ ახლა ამ იტალიურ ეზოს. შუშაბანდებს, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს. სამწუხაროა, რომ ამ ულამაზესი ძველი ფასადების მიღმა ხშირად უმძიმესი რეალობა იმალება. ამ ზონაში სახლების უმეტესობა იმდენად დაზიანებულია, რომ იქ ცხოვრება სახიფათოა. სხვათა შორის თქვენ კი დამცინოდით სარეცხს როგორ ფენო და რას გავსო ესო, მაგრამ ამ იტალიურ ეზოში რომ ცხოვრობდი, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი სომეხი ქალი სარა, რომელიც ცნობილი იყო ეზოში როგორც აი ყველაზე ქათქათა თეთრეულის გამფენი და ძალიან სუფთა ქალი და ეს ქალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს სტუდენტი გოგო ძალიან კარგ სარეცხს ფენსო. ვოთ ამ ძველთბილისურმა ეზომ 2000-იანების დასაწყისი და ჩემი სტუდენტობის პერიოდი გამახსენა. როგორც ოჯახების უმეტესობას ჩვენ საკმაოდ გვიჭირდა და თვიდან თვემდე თავის გატანას ძლივს ვახერხებდით. ჩვენი იმით რა ქვია, ხვაბით და იქ ჩავასხმევინებდით ცოტა წყალს, ჩავაყრევინებდით. სანამ გზას გავაგრძელებთ რომელიმე კაფეში შევბორიალდებით და თითო ჭიქა ყავასაც მოვასწრებთ. ცოტას წავიჭორავებთ. და აი ისიც გუდიაშვილის მოედანი, რომლის ხარბი ინვესტორებისგან დასაცავად პროტესტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. სამწუხაროდ ამასობაში სახლების ნაწილი ისე დაზიანდა, რომ მხოლოდ ფასადები შევინარჩუნეთ. სამაგიეროდ გადარჩა ულამაზესი მოედანი. გუდიაშვილის მოედანზე ფაქტობრივად სტუდენტობის მერი არ ყოფილვარ და არ მინახავს მისი რეაბილიტირებული ნაწილი. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ლამაზია და საერთოდ ძველი თბილისის ავარიული სახლები მართლა საშინაო მდგომარეობაშია და ის მცირე ნაწილი, რომლის რეაბილიტაციაც ჩატარდა და რომელიც შევინარჩუნებთ, დასავლური ფონდების დამსახურებაა. აბა ცუდია სახლიდან რომ გამოხვედიო, ჩემი მეგობარი მეკითხება. ეს ხო არ გაგიჟდა. რევს ველაპარაკება, ეს იყო ჩემი პირველი რეაქცია, როცა შენ დამირეკე და მითხარი, რომ ეხლა ჩაჯექი მანქანაში და წამოდი ჩემთან. და რომ თავი დაანები არა უშავს, თუ მოგვიანებით დაალაგებ, ან ბავშვს მაინც და მაინც ცხელი კერძი თუ არ დახვდება, რამენაირად ერთ დღეს როგორღაც გადაიტანსო. მე ვიფიქრე, რომ ვაიმე ახლა ამდენი საქმე მაქვს და რა დროს ეს არის. მე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს დრო ჩემთვის და ჩემი საჭიროებებისთვის ფაქტობრივად არასდროს არ დადგა. ამიტომ რაღაც ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დღეს მივიღეს გადაწყვეტილება, გამოვსულიყავი, ცოტა გონება გამენიავებინა, დამესვენა. ჩემს ბავშვობაში, როდესაც დედა ჩემი ფაქტობრივად ყველა თავის სურვილზე უარს ამბობდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ბევრი რაღაც ვქონოდა, როდესაც მეორე ხარისხოვანი იყო მისი საჭიროებები და მთავარი ვიყავით ჩვენ, ეს ყველაფერი მეგონა ნორმა. როცა მე თვითონ გავხდი უკვე დედა, მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება და ეს სწორი არ არის, რადგან ქალი, როდესაც თავის სურვილებზე მუდმივად ამბობს უარს და საკუთარი სურვილების იგნორირებას ახდენს, ადრე თუ გვიან ის იფიტება, მას ელემენტარულად ცხოვრების ხალისი ეკარგება. ყოველ შემთხვევაში მე, როდესაც დიდი ხნის მანძილზე ვაიგნორებ საკუთარ თავს, ასე მემართება. ეს ყველაფერი მე აუცილებლად აისახება ბავშვებზეც, აუცილებლად აისახება ურთიერთობებზეც. და ამიტომ საკუთარი, ახლა მე იმას არ ვამბობ, რომ დედა უნდა იყოს ეგოისტი და საკუთარი საჭიროებები ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ეგონოს, მაგრამ საკუთარი თავისთვის და საკუთარი საჭიროებისთვის აუცილებლად უნდა გამოძებნოს დროც და რესურსიც. ყველანაირი, ფინანსურიც, ფიზიკურიც, რადგან თუ დედა კარგად არის, თუ დედა სრულფასოვნად ცხოვრობს, ბედნიერია შვილიც. ჩემს ბავშვობაში მახსოვს დედა ჩემი თავის საჭიროებებზე ყოველთვის ამბობდა უარს, რომ ჩვენ ყოფილიყავით ყოველთვის პრიორიტეტული, ჩვენი საჭიროებები ყოფილიყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. შემდეგ, როდესაც მე გავხდი უკვე დედა, მივხვდი, რომ ეს მსხვერპლ შეწირვა დედის მხრიდან ოჯახზე და შვილებზე არ არის სწორი, რადგან ქალი, რომელიც მუდმივად აიგნორებს საკუთარ საჭიროებებს, საკუთარ სურვილებს,
საბოლოო ჯამში არ შეიძლება იყოს კარგად და არ შეიძლება იყოს ბედნიერი და თუ დედა ვერ არის ბედნიერი, თუ დედა არ არის კმაყოფილი, შესაბამისად ვერ იქნება ვერც შვილი კარგად. ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა და იმ დროს მართლა გადარჩენაზე იყო საუბარი, ან გადარჩენაზე როდის არ არის საუბარი ამ ქვეყანაში, მაგრამ რაღაცნაირად მაინც უნდა მოვძებნოთ რესურსი, ყველანაირი ფიზიკურიც და ფინანსურიც, რომ დედებმა დრო გამოვნახოთ ჩვენი თავისთვის ისევ იმიტომ, რომ ჩვენი შვილები იყვნენ კარგად. მეც ვამლაშებ ხოლმე და ფიქრობ, რომ ხშირად ყველაზე პრიორიტეტული არიან ჩემი შვილები და მათი საჭიროებები და ბევრ რამეზე ვამბობ მე თვითონაც უარს, მაგრამ მგონია რომ მაინც ბალანსის დაცვა ჯობს და მგონია რომ მაინც არ უნდა დავაიგნოროთ მუდმივად ჩვენი სურვილები. ძალიან ხშირად დედები, რომლებიც ცდილობენ შეხვდნენ თავიანთ მეგობრებს, ქალები ზოგადად თუთა ცდილობენ რომ შეხვდნენ თავიანთ მეგობრებს, ისაუბრონ, დრო ერთად გაატარონ და ასე შემდეგ. აკრიტიკებენ ოჯახის წევრები და აი ქმრები ძალიან ირონიულად შეხედავენ, რომ საჭორაოდ მიდიხარ? კი, საჭორაოდ მივდივარ და ეს არის ძალიან საჭირო ქალისთვის. რადგან ის, რასაც თქვენ ჭორაობას ეძახით, არის ქალებს შორის, თანამოაზრეებს შორის შეხვედრა, აზრების გაცვლა, რაღაც თემების ერთად განხილვა, თერაპია, სწორ დასკვნამდე ერთობლივად მისვლის მცდელობა, უბრალოდ გულშემატკივართან საუბარი, რომელსაც რეალურად აინტერესებს შენი ცხოვრება და ნამდვილად გითანა გიგრძნობს და ცდილობს, რომ რაღაცნაირად უკეთესი გახადოს შენი ცხოვრება. ამიტომ კი საჭიროა ეს ჭორაობაც, საჭიროა ეს შეხვედრებიც და მხოლოდ ბავშვები, ქმარი, ოჯახი და ასე შემდეგ არასაკმარისია იმისთვის, რომ ქალმა თავი იგრძნოს მშვიდად და კარგად. ქალები ერთმანეთს ვაძლიერებთ ამ ჭორაობით, რასაც თქვენ ეძახით. ნანობ კი არა ისე გამიტკბა აქ ყოფნა მგონი გზის გაგრძელება ცოტა მეზარება, მაგრამ უნდა ვაღიარო სადღაც გულის სიღრმეში დანაშაულის გრძნობა მაინც მაწუხებს. ქალებს როცა მეგობრები გვეუბნებიან, რომ მოდი გავიაროთ სადმე და ავსყდეთ ვისაუბროთ და ასე შემდეგ, პირველი ფიქრი, რაც მოგვდის თავში, არის ის, რომ აუ ამისთვის ფული მეყოფა, მაქვს ამის ფინანსური რესურსი, ახლა მე რომ ჩემს თავს დავუთმო, რომ ჩემი თავისთვის გავიმეტო. არა და რეალურად აი ესეთ განიავებას საერთოდ არ სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი. ამას სჭირდება უბრალოდ სურვილი და დროის გამოყოფა საკუთარი თავისთვის, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან აუცილებელი. მოკლედ, უნდა ვცადოთ მაქსიმალურად, რომ გამოვძებნოთ ჩვენთვის სასიამოვნო საქმე, გავიჩინოთ ჰობი. რომ არ ვიქცეთ რობოტებად და ამ რუტინამ არ შეგვჭამოს. დღეს ახლა გამოვედი გავისეირნე, ჩვეულებრივი თერაპიაა ეს ჩემთვის და საერთოდ არანაირი ფინანსური რესურსი ამას არ დაჭიროებია. საკმაოდ კარგი ფანტაზია გვაქვს იმისთვის, რომ მოვიფიქროთ რა გვსიამოვნებს. აუცილებელი სულაც არ არის ეს ბოდიალი ვიღაცას, მაგალითად ხეტიალიანი ჭევს სიამოვნებას, ვიღაცას იოგა, ვიღაცას ადმე დაჯდომა და ფილმის ყურება. ასე რომ კარგად დაფიქრდით, რა გინდათ, რაც დიდ ფინანსურ რესურსს არ მოითხოვს და რაც სიამოვნებას განიჭებთ. მხოლოდ თქვენ. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა და ბარემ აქვე გაგიზიარებთ. თქვენ არ ვიცი როგორ იქცევით, მაგრამ ძალიან ხშირად მემართება ასეთი რაღაც. სადღაც წავალ მაღაზიაში მაგალითად იმისთვის, რომ შევიძინო მაგალითად კაბა ჩემთვის, ან რაიმე სამკაული. სახლში მოსული აღმოვაჩენ, რომ ჩემთვის არაფერი მიყიდია, სამაგიეროდ ბავშვებს რაღაცეები მომუტანე. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დედა აკეთებს იგივეს. არა და მე მესმის, რომ ყველაფერი საუკეთესო გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მაგრამ საკუთარ თავს მაინც და მაინც ბოროტი დედინაცვალივით თუ არ მოვექცევით და ცოტა მეტ ყურადღებას მივაქცევთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს ჩვენთვისაც კარგია და ჩვენი შვილებისთვისაც. აი, ჩემი კიდევ ერთი საცხოვრებელი ადგილი სტუდენტობის დროს, ეს არის ახოსპირელის ჩიხი. და აქ ცოტა ისეთი სასაცილო ამბავი დამემართა, დილით წავედი ლექციებზე და საღამოს მოსულმა აღმოვაჩინე, რომ ჩვენი სახლის სააბაზანოს ერთი კედელი აღარ ქონდა. აი, გადმოვარდნილი იყო ეს კედელი აქეთ მხარეს. ანუ იმდენად ავარიული სახლებია, რომ აქ დროს გამაგრებულიც არ იყო და პრობლემური იყო აქ ცხოვრება. აი, ამ კედელზეა საუბარი. ფაქტობრივად ეს კედელი მთლიანად გადმოვარდნილი იყო, ესე ჩამოშლილი.
ჩემი კიდევ ერთი გატაცება არის ძველი სადარბაზოები, ძველი თბილისური სადარბაზოები, რომელიც არის ულამაზესი და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რომლის რეაბილიტაციაც ჩატარდა და კიდევ ვინ იცის, რამდენი ასეთი სილამაზე იმალება ამ კომუნისტების დროინდელი გადაღებილი კედლების ქვეშ. დაგათვალიერებინებთ, ახლა რა ლამაზია ეს, შემოპარული ვარ სადარბაზოში. გაჩვენებთ. მეეჭვება კადრებში სრულად ჩანდეს ყველა ის დეტალი, რომელიც აქაურობას განსაკუთრებულ ჯადოსნურ ხიბლს ანიჭებს. ჩვენი ბოლო დანიშნულების ადგილი ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ეს ულამაზესი შენობაა ასათიანის ქუჩაზე, რომელიც როგორც წამიკითხავს, მავრიტანულ სტილშია აგებული, თუმცა იმავდროულად ევროპული და აღმოსავლური სტილის უნიკალური ნაზავია. კიდევ ერთი მაგალითი ეს ულამაზესი შენობა შიგნიდან როგორ მდგომარეობაშია და ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასობაში ჩვენი სპონტანური გასეირნება დასასრულს უახლოვდება. ცოტა ფეხს ვითრევ, არ მეთმობა ძველი ქალაქის წარმავალი სილამაზე, სანამ ეს სახლები ჯერ კიდევ დგას, სანამ ეს პატარა ეზოები არსებობს, მინდა ყველა დეტალი გადავიღო და ყველაფერი დავიმახსოვრო. სამწუხაროდ დრო აღარ ითმის და სამი შვილის დედა თავის ყოველდღიურ რუტინას უბრუნდება. რა ქენდე ჭამე საჭმელი? ხო, აბა. დარწმუნებული ხარ? მოკლედ როგორც ხედავთ, არ ჩემი შვილი მომკვდარა მშიერი, სახლსაც არ უტირია დილის ნაცვლად საღამოს რატომ დამალაგეო, მეც მშვენიერ განწყობაზე ვარ, როგორც ხედავთ, ჩვენს გარეშეც ბრუნავს დედამიწა, ჩვენს გარეშეც ახერხებს ხალხი თავის გამოკვებას და ცხოვრების გაგრძელებას, ასე რომ, დედებო, თავს გაუფრთხილდით და ეცადეთ, რომ რაც სიამოვნებას განიჭებთ, უფრო მეტად დაკავდეთ იმით.